once Mr. Johnson, however, სიტყვა დამავიწყდა. გქონდა ესეთი სიტუაცია? შუა საუბრისას დაგავიწყდა სიტყვა. რა ქნა? შორისდებულები არ გვჭირდება. ცუდი ტონია, ლამაზი არ არის. აბა რა ვქნათ? რა გამოსავალი ამ სიტუაციიდან? ყველაფერი მარტივია, მეგობრებო. გამოიყენეთ სინონიმი. არ გახსენდება სინონიმი? გამოიყენე მეთოდი პერიფრაზი. რას ნიშნავს ეს? თქვი იგივე, ოღონდ სხვა გზით, სხვა სიტყვებით. ახსენი, განმარტე ის, რის თქმაც გინდოდა. თავარია არ გაჩერდე. ეს არის და ეს. აქვე კარგი ვარჯიში საამისოდ მოუხდება როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი საგანი, სიტუაცია, მცნება, რომელიც გსურთ, მაგალითად მარტივი, მაგიდა. რა არის მაგიდა? თუნდაც ქართულად, აბა ამიხსენით. როგორ იტყვით ისე, რომ არ გამოიყენოთ სიტყვა მაგიდა, მაგრამ გამაგებინოთ, რომ საუბარი გაქვთ მაგიდაზე. აბა კომენტარში ჩამიწერეთ მაგიდით განმარტება. მაინტერესებს ვინ როგორ მოახერხებთ ამას.